არსებობს გამოთქმა, რომ მასმედია ძალაუფლების მეოთხე რტოა. თუ ფისო ბოტკოველის შოუ ზემოთხსენებულში გულისხმება, მაშინ ეს რტო უნდა მოვხერხოთ. სამი წამირეთი არამდე, 2, 1, ეთერში ხარ. ანუ თქვენ ამბობთ, რომ კი არ წავიდა გააჯ აბა რა ეგონა ვერ გავიგე ლომის ხაღაში თავს რო ყოფდა თანაც ბავშვების თვალწინე რო დაეკეტა მერე სად მედიოდა მაგიზე და კარგით დაუბრუნდეთ მთავარ თემას ბატონო კოკა თქვენ ამბობთ რომ ალტერნატიული ენერგიის წყაროსათვის საქართველოში უნდა შეიქმნას Alternative Energy and Power Production Systems HPM Double Drag office-ები დიახ ქალბატონო ფისო მე ვფიქრობ რომ ეს წამოწყება ხელს შეუწყობს იმას რომ ქვეყანამ ყარად დახვდეს ახალ გამოწვევებს და Alternative Energy Power and Production HPS-ის Double Drag office-ები სწორედ ამ ყველაფრის საწინდარია. კარგით, თქვენ რა კომენტარს გააკეთებდით ბატონო ჯვებე? ყლეობა ძალიან გთხოვთ. თავი გაბიათ. ძალიან გთხოვთ, მე იძულებული ვარ რეკლამაზე გავიდე, რეკლამის შემდეგ დაგიბრუნდებით. გაიწვილი ამერ ხები აიღეთ რა ბატონებო თუ შეიძლება ასლენგებს ყალო რა ტერმინოლოგია აქვს არ გავიდა 21 საუკუნეა Double Dragon ეს რა არის ქალბატონო ფისო როგორ შეიძლება სტუდიაში რა ხდება ვერ გავიგე ბატონო კოკა ტელევიზიას ფინანსური პრობლემები აქვს და რეკლამის დროს სოლარიუმს ვამუშავებ მართლა დიახ აი ეს განათებები ულტრა ისფერია როგორ გლიჯავს შეიძლება მეცნიერი ხო რიჯი აიმე როგორი ასუშენია ხატა თქვენ რა იცნობთ ერთმანეთს ვიცნობ კი არა ჩემი სოლია ადექი გალო რასტა მოიყლავდია გლარის ეს ვერ ხედავ ყველა ოპერატორი შეგიყურებს ადექი ეხლავე ძალიან გთხოვთ ბატონო კოკა ეს არის ბიზნესზე ზეწოლა ბატონო კოკა და მე ვარ ბიზნესვუმენი თქვენ ბიზნესვუმენი კი არა კაცო რა დაცვა ჩემი სოლია ადექი გალო წამოს ახში ვერ გავიგე რა არის ეს მე თუ არ მიჭერებ მამაშენს მაინც დაუჭერე უთხარი კაცო რამე შენს ვერ ხედავ რა რა შედიოტო სუმაშენში ხარ რო იტაცებდი მაშინ რატო არაფერი არ გკითხე ვერ გავიგე რა გისი ოჯახი ხარ თქვენი დედაბატირე მე რა რაც მამაის შვილი სახში რა გვაქვს გალო დაწმელი წარედი აღამინე მე თქვენთან წადია კვერთხი შეიტხლი შენ მიეგდო კვერთხი და ერთი შენი უჯიშო დედაც ვატირე მე იობნუტა ეს ჟალწინცა შენ რა აქვს რამე ისეთი ცელულიტობის მასაჟი დიახ ოპერატორები აკეთებენ დაუძახებ ეხლა კახა კახა